ბოროტების ერთ-ერთი საფუძველი ასევე არის რაღაც ისე არ ვიცი რამდენად შეიძლება იყოს, მაგრამ საკუთარი თავის არ ცოდნა რა. ბევრი სიბოროტე რაც კი ჩადენილა არის ზუსტად აქედან გამომდინარე, ანუ როცა არ იცი რას აკეთებ, მაგრამ გონია რომ იცი რას აკეთებ. და უბრალოდ იმდენად არაკომპეტენტური ხარ და არიაზრებ ამას, რომ მე რაღაცებს აშავებ. ბოროტებას, როგორც ჭეშმარიტებას თქვა სიკეთესთან აიგივებენ ხოლმე, თქვა ფილოსოფიაში ბოროტება უნდა გავაიგოთ. ეს ბოროტება რო არ არსებობდეს, სიკეთეს გარჩევდი? სიკეთეს და ბოროტების გარჩევა არის საწყის საფეხური, რომელიც არის ფუნდამენტური საფეხური, ანუ იმისთვის რომ იცოდე ეს, უნდა იცოდე ეს. შემიძლია მის გარჩევა მაგ სტადიაში უბრალოდ აღარ მჭირდება. აი დაახლოებით ესე შეკითხვა დავსვათ, ფიქრობ არ ქონდა თუ არა ქრისტეს და თუ იდეალად მაგ ტიპის სიკეთეს წარმოვიდგინთ, ხო? ქონდა თუ არა ქრისტეს არჩევანი, რომ განეკურნა ან არ განეკურნა ვიღაცა. და მე ვფიქრობ, რომ არ.